ერთი ცნაური კითხვა მინდა დავსა. როგორი მამა იყო ზეზო? ზეზოს და მზიას შვილი ყავს ხო ჩვენ ნაპოვნი, რომელიც თინეიჯერია და ზუსტად შეგვიძლია ახლა ვთქვათ მისი ბიოლოგიური ასაკი. Რამდენი წლის იყო ზუსტად? თქვა თვითონ როგორი მამა ხართ? არა, უფრო მაინტერესებს როგორი ბაბუა ვიქნები. ახლა ჩემთვის ეს არის ყველა საინტერესო გამოწვევა. ერთი ამბავი გამახსენდა, როდის მამა ჩემს გული ვადგინე, მართალი გითხრათ. პეცაბჯოს და აი მართლა შევატყვე რაღაც ძალიან დამცირებული იყო. აი ისე მომინდა, აი ისე მეთქი ხა მამა ჩემისთვის ეს მომაყოლა, რომ რა ახსოვდა, წარმოიდგინეთ. ხო შორის ბევრი არქეოლოგიური აღმოჩენას მე მოვესწარი, მაგრამ ახლოს ვერ მივსვარ ვინმე შეფთან ერთად. და მამას კითხეს უფრო დაათვალიერე სვანეს გათხრები და ყველაფერი გავიგეო, მაგრამ აი მიწის ქვეშ ხალხი როგორ ცხოვრობდა. სუფრა იყო ვაიში და ეს პატარა ჭიქი ცვავდა და ერთი ქუთაისელი სტომარე იყო. ამდენამეს პოულობთო აქო და ერთი გასხოვებული სასმისელი. ისტორიკოსობა მართალი გითხრათ, იმიტომ არ მინდოდა რომ მამას ჭtilში არ ყოფილიყავი, მაგრამ ერთი შემილი ხა გავიხსენო. მამამ ერთხელ მითხრა, რომ ეცე მომავალიო არქეოლოგიის არის, მართლა ძალიან დიდი ბედნიერება მქონდა მენახა ადამიანის მაგალითი მეცნიერის, რომელიც იყო პრინციპული პირდაპირ გეტყვით. ყოველთვის მეუბნებოდა არასდროს არ ელაპარაკო, მაშინაშიც არ ერკვევი. ოჩახლა და ეროვნულ მუზეუმშიც მოახერე ფეხბურთზე გისაუბრა.